ყოველი საგანი თავის ყოლობაზე მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელია. პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თავის სულიერობას, ისეთ ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებას, როგორც მზე. ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და დაბალი საგანი. ყოველი საგანი მაღალია თავის ყვალობაზე და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზე, რომელიც აცოცხლებს მთელს ქვეყანას. ადამიანი ღვთის ქმნილებაა და უფალმა მას იმიტომ მიანიჭა თავისუფლება, რომ იგი შემოქმედი გახდეს. ფილოსოფიური მიდგომით ადამიანური შემოქმედება ღმერთის მიერ დაწყებული შემოქმედების გაგრძელებაა. იგი სამყაროს ქმნადობის მერვე დღეა. ადამიანის შემოქმედება გმირობაა, რადგან ის ამ ქვეყნიურ კეთილგანწყობაზე უარის თქმაა და სხვა სამყაროს ქმნადობის ურთულესი პროცესია. დედამიწის იმ მშვენიერეს წყალყურს, რომელსაც საქართველო ჰქვია, ფართოდ და ღონივრად გაუშლია შემოქმედებითი ფრთები მსოფლიოს თვალწინ და მრავალგზის უსახელებია თავი ქმნილებათა შედევრებით. რაჭის თვალწამტაცი ბუნების წიაღში, სადაც სადედოფლო ტახტი ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის კოპწია ტაძარს დაუდგამს, ლაღად მოედინება მდინარე ლუხუნი. ქვეყნის შემოქმედს მართლაც საოცარი მშვენები დაუხატავს ეს წარმტაცი ხეობა. ლუხუნი სათავეს ურავის მთებიდან იღებს და ჩქარი-ჩქაფანით რიონისკენ მიექანება. სწორედ ამ ხეობაში გაიზარდა საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მეცნიერებათა აკადემია ფაზისის აკადემიკოსი გიორგი ჩალაძე. გიორგი ჩალაძე, ღირსების ორდენის კავალერი, ქალაქ რუსთავის მხატვართა კავშირის დამაარსებელი და უცვლელი თავმჯდომარე 1973 წლიდან 2002 წლამდე, სამხატვრო სკოლის დამაარსებელი, რუსთავის საპატიო მოქალაქე. მისი სახელი და ნამუშევრები შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ ხელოვანთა ენციკლოპედიაში, ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები თბილისში, რუსთავში, ასევე შვედეთში და საბერძნეთში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სამხატვრო ფონდში, ქალაქ რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საბერძნეთში, გერმანიაში, შვედეთში და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, სადაც მანამდე ერთი მოდიოდა, როგორც ამას დიდი ილია ბრძანებდა სენეკას სიტყვები, მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თავისი ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე. და თქვენ ბატონო გიორგი, ის ადამიანი ბრძანდებით, ვინც არა მარტო ორი მარცვალი, არამედ მთელი თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ასე გულუხვად აპორებდით ადამიანების სულებს. დაიბადა რაჭაში, ამბროლაურის რაიონი, სოფელი ურავი. ბავშვობა იქ გავატარე 7 კლასი, მაშინ ასე იყო. მე გავაგზავნე სწავლა რაიონის ცენტრში, პედაგოგიურ სასწავლებელში. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ხატავდი, როგორც ყველა ბავშვი ხატავს.
მაგრამ ერთი პედაგოგი ყავდა იქ დასასწავლებელში, რომელიც ხატავდა კარგად არ უშვებდა და რომ ნახა ჩემი ნამუშევრები, ნახატები, სულ მაქეზებდა რომ აუცილებლად უნდა წავიდე აკადემიაში. მე მაშინ აკადემია რაღაც მუსდომელ ოცნებად მიმაჩნდა. არ შეიძლება არ იყვარდეს ეს ძალიან სათნო, ძალიან სიმპათიური ქართველი ჭარმაგი მამაკაცი, რომელსაც მთელი თავის ცხოვრება შრომაში გაუტარებია. ჩემდებადური გიორგის ურთიერთობა და ნაცნობობა ძალიან დიდი ხანია. მოდის და ჩემთვის ეს ადამიანი ყოველთვის იყო. ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს, რომ ბატონ გიორგისთან მე დამჯდარი მესაუბროს. მე უბრალოდ არ შემეძლო თქვენთან ეს დამოკიდებით და ბატონ გიორგი. ყოველთვის პატივისცემა, ყოველთვის რიდი, მობრძალება. იმიტომ ყოველთვის ვცნობდი, რომ ჩემს წინ იდგა ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა შრომის ფასი, ძალიან კარგად აფასებდა ყოველთვის ნიჭიერებას და ყოველთვის ძალიან კაი მეგობარი იყო. მამა ყავდა ძალიან მარჯვე კაცი, რო იტყვია, ხელმარჯვე ოსტატი.